ერეკლე კოდუა ბევრს საინტერესო და დღემდე უცნობ დეტალს იხსენებს ლონდონის ოპერაციის შესახებ. ახლა ჩვენ ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას გთავაზობთ. მოგესალმებით ბატონო ერეკლე და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით ინტერვიუზე. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ის დეტალები, რომელზეც თქვენ დღეს ისაუბრებთ, განსაკუთრებით იმ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც არაერთხმაურიან და მნიშვნელოვან საქმეს დაუკავშირდა თქვენი სახელი, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ ირიბად და დავიწყოთ მოდით ბოლო საქმით. ეს არის ბრალის წარდგენა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურის ბრალში გარდა სხვა თემებისა ნახსენებია ასევე თქვენი და ბადრი პატარკაციშვილის საუბარი, რომელსაც პროკურატურის შეფასებით განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული. სწორედ აი ამ თემით მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი, ვინაიდან თქვენ ამ თემაზე კომენტარი არასოდეს არ გაგიკეთებიათ. ალბათ უკვე დიდი ხანია საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც აქვთ ეს შეკითხვა თქვენს მიმართ და მოდით დავიწყოთ სწორედ ამის განმარტებით. რა იყო მიზეზი და საერთოდ როგორ მოხდა, რომ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, სოდის უფროსი აღმოჩნდით ბადრი პატარკაციშვილის, შეიძლება ითქვას, რომ დობით აღჭურვილი პირი, ვისაც ის ესაუბრებოდა საკმაოდ მნიშვნელოვან გეგმებზე, საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებზე თავისი სამომავლო გეგმებიდან. როგორ მოხდა ეს ბატონო ერეკლე? მოდით პირდაპირ გკითხავთ, მაშინ ძალიან ბევრს საუბრობდნენ თქვენი და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირებაზე. იყო თუ არა ეს ფაქტორი რაღაც კუთხით გადამწყვეტი? იყო ეს მიზეზი იმისი, რომ თქვენ აღმოჩნდით ბადრი პატარკაციშვილთან მაშინ? ნუ ეს ფაქტორი იყო, არ არის საზოგადოებისთვის აქ ცნობილი რაზე იყო დაპირისპირება. აქ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ ვითომ რაღაც პიროვნული ის ქონდა დაპირისპირება, რაც არ არის სიმართლეს და ნუ არ ემთხვევა ეს. უბრალოდ იყო ვანოს უყვარდა უბრალოდ კონკრეტულ თემებში ჩარევა, ნუ რაზეც მუშაობდით და რაღაც რჩევის მოცემა და მე ვთვლი რომ ნუ არასწორი რჩევები იყო, არიცოდა მან ოპერატიული მუშაობა, ნუ ეს საკითხი და მე მქონდა ნუ ჩემი ხედვა. ამაზე მქონდა ჩვენ ყოველს კამათი რა, აი სამსახურის თემაზე იყო ყოველს კამათი და ეს იყო ნუ თვეში ორჯერ, სამჯერ კამათი მქონდა ხოლმე. და ამის გამო მე მივიღე გადაწყვეტილება, ხა თქვა და ხელმძღვანელთან ახლა რო ვერ მუშაობდა, ხელმძღვანელს თავის სხვა დავალები, სხვა ხედვები აქვს და მე სხვა ხედვები მქონდა კონკრეტულ რაღაც თემებზე, ნუ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე აქ წავსულიყავი სამსახურიდან. ნუ უბრალოდ მიდიოდით სამსახურიდან უკვე მე მაშინ მქონდა პატაკი დაწერილი და ნუ შევთავაზე რომ მეთქი ვინმე სხვა მეთქი იმუშაოს, სხვა შეასრულოს, ნუ ეს სამსახური და მე მიდოდა წასვლა სამსახურიდან. რაზეც ნუ მაშინ მე მითხეს უარი, ნუ არ დააკმაყოფილეს ეს ჩემი აღმოთხოვნა და ნუ ამან ითამაშა მართლა ძალიან დიდი როლი, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ღონისძიების შესრულებაში. ამ დაპირისპირების გამო შემოგთავაზეს თქვენ რომ ჩართულიყავით ამ ოპერაციაში. ხო, ეხლა ნახეთ როგორ არის, როცა ეხლა ესეთი მაღალჩინოსანი თქვა და არის ნუ არ დაპირისპირებული მინისთან და ნუ თან ეხლა მე მაშინ ძალიან დიდი სამსახურს იმუშავებდი ხელმძღვანელები, ხო ძალიან ბევრი თანამშრომელი მყავდა და ნუ ერთ-ერთი ძლიერი სამსახური იყო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი. ნუ ეთყობა ამან თქვა განაპირობა, ნუ ჩემი ვითომ გადაბირება და წინააღმდეგ წავსულიყავი პირადად ვანო მერაბიშვილი. თუ კი დაპირისპირებული იყავით ბატონო ერეკლე, თუ თქვენ როგორც ამბობთ პატაკიც დაწერილი გქონდათ, მაშინ რაღაცომ გადაწყვეტეთ რომ ჩართულიყავით ამ ოპერაციაში? არასწორი იმისათვის მე პიროვნებასთან ვარ ვიყავი დაპირისპირებული, მე უბრალოდ ვერ შედგა ჩვენი კონკრეტული თემებზე მუშაობა თორე მე წავდედი სხვაგან და აქ ვიმუშავებდი, ნუ არ იყო მაგაზე პრობლემა. პიროვნებასთან პრობლემა არ მქონია, ნუ არავით არის, უბრალოდ მე ჩემი ხედვა მქონდა კონკრეტულ თემებზე. და ამ საქმეზეც ჩემი კონკრეტული ხედვა მქონდა, აი რამაც ძალიან ცოტა ისეთი როლი თამაშა, ანუ თავის ხედვა მქონდა და ბოლომდე მე ვთვლი ეს საქმე და თქვენ ამას დღეს გაიგებთ, მოგიყვებით, რატო არ დასრულდა, მე მინდოდა ეს საქმე ბოლომდე მისულიყო. ამ საქმის ბოლომდე მიყვანის დროს მე მაინც ვაპირებდი წასვლა სამსახურიდან. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც თქვენ გაგიწიათ რეკომენდაცია ბადრი პატარკაციშვილთან, რომ თქვენ იყავით სანდო ადამიანი? რთულია ითქვას, მაგრამ ნუ იყვნენ ადამიანები, ვინც ეს ამბავი იცოდა, ჩვენი კამათის ამბავი, მაგრამ არასწორი კუთხით იცოდა, ყველა მიცოდა რომ ვითომ რაღაც პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა და ეს რაც კიდე ხალხს უსმევ არ იყო, არ მოხდა რა. და ნუ აქედან გამომდინარე, ნუ მივიდა იქამდე ინფორმაცია, რომ ვითომ იქ პრობლემა იყო, ნუ შეიძლებოდა ამ ადამიანის თქვა გადმობირება, ესე ვთქვათ, ან ყიდვა, ან რაღაცა, რაშიც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. რამდენად შესაძლებელია ბატონო ერეკლე, რომ გაიხსენოთ ის დეტალები, რაც უშუალოდ უკავშირდება იმ დღეს, როდესაც მოხდა ამ საუბრის ჩანაწერის გაკეთება. ანუ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, როგორ შეძელით კამერის შეტანა იმ ოთახში, სადაც შესვლამდე არაერთი შემოწმება გაიარეთ, რა მოხდა, სად ჰქონდათ ეს კამერა დამაგრებული და ასე შემდეგ, ყველა დეტალი რომ მოგვიყვეთ, რაც უკავშირდება ამ დღეს. თბილისიდან წავდით ორი ადამიანი, მე და დავით ჯოანია,
ჩემი ისე ვთქვათ, მეგობარიც იყო, ძალიან ახლო მეგობარი იყო და ნუ ერთ-ერთი ძალიან გამოცვლილი ის ოპერატიული თამაშობილი იყო. ჩავით თორნი ეს დაუჯვანია სპეცოთ იმიტომ იყო არჩეული რომ მეგრული ენა იცოდა და ნუ ჩვენ მეგრულად საუბრობდით რომ ვინმეს არ გაეშიფრა ჩვენი ლაპარაკი რას ვაკეთებდით იმიტომ რომ თვითონ სასტუმროში სადაც მივედით ხო ეს ადგილი ბადრი პარკაშვილმა იცოდა რომ სასტუმროში რომ მისულიყავით იქ შეიძლებოდა ნუ ყოფილიყო რაღაც აპარატურა დამონტაჟებული რომ იქ ჩვენ რას ვლაპარაკობთ მე ამისთვის ვიყავი მზად რომ იქ შეიძლება ვინმეს რამე თქო და გადაემოწმებია ამიტომ ქართული ნუ ენა უფრო ნუ ინგლისში შეიძლება ვიღაცა მოძებნო თქო თარჯიმანი და ეგრევე გადაგითარგმნო ხა მეგრული წორ რთულია რომ უცებ გადაგითარგმნო და ვიღაც იპოვა ნუ ჩავედით მივედით სასტუმროში ნუ სადაც მოხდა ნუ ამ სასტუმროში ფეხსაცმლის ქუსში დამონტაჟება იმის აპარატის თვითონ და თვითონ ეს ფეხსაცმლის ნუ ქონდა რკინის ნუ ელემენტები იმიტომ რომ ნუ ვიცოდი რომ აუცილებლად ვიღაც შეგვამოწმებდა მან და შესამწუხებელი ნუ აპარატი რკინაზე ყვირის ნუ ხმას გამოცემს და ნუ ამ ქუსში დავამონტაჟით შემდეგ ჩამოვედით ქვევით აქ სასტუმროში სადაც უნდა შეხვდილი იყავით ვიღაც პიროვნებას ნუ ვიცოდით სახელი და მანქანა ვიცოდით მოდელი Mercedes-ის შავი და თვითონ პატარკაცშვილის წარმომადგენელს კი ეს ნუ წინასწარ ვიცოდით ნუ ველოდით მიახლოებით 1.5 საათი მე ეს მანქანა მოვიდა ჩავჯექით ნუ ამ ავტომობილში და წავედით რა მიახლოებით ვიარეთ 1 საათამდე ვიარეთ ნუ ფაქტობრივად რამოდენიმე ადგილი მომიცანით წერეებს ურტყამდა ნუ ეს იყო ჩვეულებრივ გადამოწმების ის იყო რომ ვინმე ხო არ მოყვებოდა იქ რამე ხო არ ხდებოდა და ნუ ვიარეთ შევედით ტყეში დიდი ქალაქგარეთ გავედით ტყე იყო და იქ იყო გოლფის ესე ვთქვათ სახლი იყო დიდი სახლი და დიდი გოლფის მოედანები იქ იდგა დიდი სახლი იდგა სადაც ეს მანქანა მივიდა აი მანდარი აკრას ვიდეო მასალა რო არის ჩვენ მანქანიდან რო ჩამოვდივარ ჩავი Mercedes-ი რო აი ხდება 3 ადამიანი შიგიდან გამოდის კიდე 3 ადამიანი და მათ ნუ ჩვენ გვამოწმებენ. ნუ ეს შემოწმება მიახლოებით 1-5 წუთი მიდიოდა. ერთი რაღაცა კიდე ვქენით, რამდენი ჩვენ მე მაშინ ვსო პალტო მეცვა თუ ჩანაწერში და ნუ ამ პალტოში ბულავკები, ქალის ბულავკები, ესეთ რკინის ბულავკები, რამოდენიმე ცალი ის ვქენით და გავიკეთეთ, რომ ამასაც რო ეყვირა თუ აპარატი შეგვამოწმებდა. და ესენი ამას რომ ამოწმებდნენ და დაიწყეს შემოწმება, ნუ 1 ბულავკა, 2 ბულავკა, 5 ბულავკა, 10 ბულავკა და უკვე შეწუხდნენ ამით რა. ყველა ბულავკა იპოვეს და ბოლოს ტუბზე რო ჩავდნენ, იქაც რკინა იყო, ტუბზე გაიდან ჩანდა. ტუფლი იყო, იქაც კიდე გაიდან ჩანდა რა ეს. ნუ დაახლოებით იქ კი თქვეს რომ ფეხსაცმელი სხვა რამე მეთქი მე მაშინ არ შევალ თან ხა ამდენი ხანი შემოწმება თან პირიქით თვითონ იქით ნუ ქონდა სრული რომ ჩავსულიყავი ბადრება გადასაშლის მე აქ ჩემი ინიციატივით ვარ ჩავსული ვარ თუ თუმცა მე თუ არ უნდა შეხვედრა მეთქი მე მაშინ წავალ ერთი ანუ გითხრეს რომ რა ფეხსაცმელი უნდა გაგეხადო ხო აი ბოლომდე აპირებდნენ რომ აი საერთოდ ამ აპარატს ხმა უნდა მოიღო და ისე უნდა შესულიყავი ხა ეს უკვე ჩემი შეუწყობილი იყო ფეხსაცმელი გაიხადეთ და ისე შემოდით მეთქი აღარ შემოვდივარ და მეთქი წავალთ მეთქი და ნუ ამის მერე უკვე ნუ შემიშვეს და შევედი საინტერესო იყო იატაკი ხმას გამოცემდა ძალიან ხმას გამოცემდა და ნუ ხა ქუსში რო აყენია ყოველი ეს ხმა ნუ უშლის ჩაწერას ხელს ხო და შევედი დავჯექიდან ფეხზე გადავიდე რომ ცოტა ეს ჭრიჭინის ხმა რო არ ყოფილიყო ესე ვთქვათ რა დავჯექით მიახლოებით 5 წუთში შემოვიდა ბადრება გაზაშვილი ორ პიროვნებასთან ერთად ნუ ის დაცვის თანამშრომლები იყვნენ დიდები და გამეცნო გავეცანი ჩვეულებრივად ამ შემოსვლის დროს პირდაპირ დაიწყო აქ საუბარი გაიგეთ ახალი ამბავიო მე მეუნება და მე უცებ ვიფიქრე რომ რაღაცა მოხდა რაღაცა სიტუაცია გაიშიფრა და მეთი რა ამბავი გავიგე ჩემი მას აპირებენ მოკლას რელიგიას მოაპირებენო და იღებს ლეპტოპს და მასმენიებს ვიღაც ჩეჩენის და ვიღაც ლაპარაკს. მასტერას და ჩეჩენის ლაპარაკს და მე მაშინ მივხვდი რომ ამან ეს სხვა ინფორმაცია ქონდა და სხვა თემაზე მელაპარაკებოდა. ნუ ამით ნუ გაგრძელდა უკვე ჩვენ დიალოგი რა. დიახ. მანდი ხა ესეთი ნუ ჯერ გავეცანით ერთმანეთს ჩვეულებრივად. ანუ პირველად ნახეთ მაშინ ბადრება და კაცვილი. ნახე არ მყავდა. დიახ. პირადად ნახე არ მყავდა. პირადად ნახე თუ ისე. და დაგიწყოთ უკვე ამ თემაზე საუბარი. ნუ ჯერ კი ამ თემაზე ნუ ჯერ გავეცანით ერთმანეთს ჩვეულებრივად. მე ბადრი მომიყვარ ორი ნუ აღშფოთებული ამ ჩანაწერით რომ ის თქვა და მოკლას აპირებენ. ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და აი რას აპირებენ და ეს თქვა და მიშა სააკაშვილის დავალება მის მოკლან მე ჩვეულებრივად უსმენდი მის ლაპარაკს ნუ აქ ვარ ვეროდინ ამ დიალოგში და მე დავიწყეთ საუბარი რომ აი რას ვაკეთებთ რა რატო დამიძახეთ და ნუ ხოლო თქვენ ორნი იყავით კი ხოლო ჩვენ ორნი ვიყავით
ცოტა მოშორებით იდგა ორი და თანამშრომელი ოღონდ იყო ესე რაღაც შუშის ის იყო და იქ მხარეს იდგნენ იმათ ჩვენი ლაპარაკი ნუ არ ესმოდათ. ბატონერგლი, რაც შეეხება საუბრის სრულ ვერსიას, ცნობილია რომ ის არის დაახლოებით 2 საათზე მეტი და ამუნარიდები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია და რაც ალბათ მთლიანად განსაზღვრავს ამ საუბრის შინაარს, პროკურატურა მასზე აცხადებს, რომ ეს არის ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მთავარი ფრაზები, რაც როგორც ვთქვით, განსაზღვრავს შინაარს, არის საუბარი ვანო მერაბიშვილზე, რომ თქვენ უნდა დაგეძინებინათ, შინაგან საქმეთა მინისტრი, არის საუბარი ბიულეტენების ჩაყრაზე და არის ხალხზე ნათქვამი ფრაზები, რომ ხალხი ბრბოა და ასე შემდეგ. ადასტურებთ თუ არა, რომ ეს ფრაზები ნამდვილად ეკუთვნის ბადრი პატარკაციშვილს და რომ ის ნამდვილად ითხოვდა ვანო მერაბიშვილის განეიდრალებას. მე ვადასტურებ ამას და ეს არ არის დამახინჯებული, ეს ეხლა მე თქვენ მოგიყვებით რა ვისაუბრეთ. ეხლა აქ საუბარი იყო მიახლოებით 2 საათზე მეტი, მაგრამ აქ თვითონ ბადრი შეეხო თავის ბექგრაუნდს მოსკოვში როგორ მიაღწია ამას ყველაფერს, იქ ვილაპარაკა პუტინზე ძალიან ბევრი, იქ ვილაპარაკა მის ოჯახზე ძალიან ბევრი, იქ ვილაპარაკა თავის თავზე და რა ვილაპარაკა პუტინზე ბატონო? პუტინზე ვილაპარაკა რომ როგორ ბავშვებიდან თვა ადრე 20 წლის წინ იცნობდა, ეგ როცა მუშაობდა სპეცსამსახურებში და როგორ თვითონ იქ ფულს უხდიდა, აჭმევდა და როგორ დაუნახავია და როგორ ამხეთ თვითონ მიიღო დიდი წვლილი და თქვა როლი რომ პრეზიდენტი რომ გამختارიყო და მე როგორ დაუწყო აქეთ ბრძოლა და ამას როგორ ეს თქვა და ნუ არაპატიებდა და ნუ ძალიან ცუდად მოიხსენიებდა და უშუალოდ საქმეს აი თვითონ ამ საქმეზე მე როგორც ვფიქრობ ეხლა დრო არ დამინიშნია მაგრამ 40-45 წუთი ვისაუბრეთ და აიოვანზეც გავედით რაც ამ საქმეში არ ჩანს და დღეს თქვენ ახლა მაგას გაიგებთ აიოვანზე გავედით აიოვანზე მქონდა ერთი 5 წუთი ლაპარაკი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აი რაშიც მე ვთქვი რომ ივანო მერაბიშვილი მეტი ერეო და საქმეები და ბოლომდე არ მიმაყვანია ეს საქმე და აი მაგასაც ახლა მოგახსენებთ რაზე იყო მან საუბარი აივანზე. ნუ შიგნით დავიწყოთ აქ საუბარი და თვითონ მეკითხებოდა რომ აი ივანო მერაბიშვილი თქვენ მეუბნებით ეს ინექციის სახით დაძინებაზე. ნუ ჯერ იზახოდა რომ ივანო მერაბიშვილი როგორ მე უნდა დავაპატიმროთ. ნუ ეხლა ეს ნუ დაპატიმრება ეხლა ივანო მერაბიშვილს აუხსენი ეხლა ეს ნუ არ იყო რეალური 25 დაცვის თანამშრომელი ყავდა შეხვიდე დააპატიმრო ნუ არ იყო და ნუ არ ხდება ესე რა და მე თვითონ შემოთავაზა ვითომ აი ნემსი გაუკეთოთო ნემსიო და თან ხელს მაჩვენებდა რომ თან ესე შვებოდა რა და აი მაშინ დავეჭვდი მართლა გითხრათ რომ რატო აკეთებს ამას რაღაცის თქმა უნდოდა და ბოლომდე არ იძახოდა რა და უსმენდი აი უნდოდა რომ ეთქვა რომ თქვა და მოვკლათ ან რაღაც გავაკეთოთ და ბერებს მე შევიკითხე მეთქი თქვენ მეთქი იცით მე ნემსის გაკეთების მსგავსი ადამიანი ნუ არაო აი ეს ნემსი გავაკეთოთ ახლა მანიშნებდა რომ ნუ მოვიცილოთო რა მაშინ დავიჭი მეთქი თვითონაც მეთქი ნუ ხوار მწერს და თვითონაც ნუ ხوار უყენია და ნუ რაშიც ბოლოს უკვე დავრწმუნდი რომ ეს ესე იყო თვითონაც მწერდა და არ უნდა თავისი თხოვა ეშვის განეიტრალებას ეს ლიკვიდაციაზე იყო ეხა მე ადამიანს ვილაპარაკები და ნუ მაძლევს თქვა და მოდი ესე ვქნათ ხო მე უნდა გამეკეთებია მე მივიღე რომ ის ადამიანი უნდა მომეკლა ის ადამიანი მე იქ უნდა მომეკლა ნუ რამოდენიმე ეხა ესო გამეკეთებია დაცვის თანამშრომლების ერთი 7 კაცი მოსაკლავი გახდებოდა ნუ ამაზე იყო თემა რა მე მითხრა და ანუ სოდის ხო არა მე და ნუ ჩემი სპეცნაზელი ჯერ ნუ შემეკითხა ნუ რამდენი ხალხი გყავსო რა და მე უთხარი ხა რამდენი თანამშრომელი მყავდა თავიდან მაგალითად ჩამეძია აი რამდენი თანამშრომელი გყავს რომ ნუ შევძლებდი თუ არა მე MVD-ს აღებას ხელში საერთოდ რომ მინისტრი უნდა მომეკლა MVD უნდა ჩამეგდო ხელში და მე უნდა მეხემძღვანელა მაგ პერიოდში ამაზე თლიანი იდეა ეს იყო თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ ამზადებდა ბადრი პატარკაციშვილის სახელმწიფო გადატრიალებას იყო ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რასაც ის ამზადებდა და რაც იყო მისი გეგმა სახელმწიფო გადატრიალება როგორ არ იყო ეხლა მე თქვენ გეტყვით რა მოხდა მთლიანობაში კიდე რა ხდება კიდე რა გრძელდება მარტო ამაზე ნუ არ მთავრდება თქვა და მინისტრის თქვა და ლიკვიდაცია და MVD-ს ხელში აგებით ამით არ მთავრდება იქ იყო კიდე მეუნება რომ ეს ბიულეტინების უნდა ყალბება და ბიულეტინები უნდა თქვა და უნდა გამომიტანა რომ მე ვითომ დამავალა ვიღაცამ ბიულეტინების ნუ ჩაყარა და ეს მე არ ვქენი და აი ხალხო და ეს ხალხს უნდა გვენახა არჩევნების დროს ხო კი არჩევნების დროს ეს ყველაფერი ნუ არჩევნების დღეს ხდება აი არჩევნების დღეს დილით რო იწყება ეს MVD უნდა ამეღო ვანო მერაბიშვილი უნდა თქვა და მომეკლა და 1-2 საათში ეს კიდე ბიულეტინებიც უნდა გამომეჩინა რომ აი ეს მე დამავალეს და მე ამას ნუ არ გავაკეთებდი და ნუ ხალხი კიდე ნუ გამოსულიყო რა ნუ ესეთი იდეა იყო მე მგონი მე ესე ფიქრობდა
რა არის საუბრის სრულ ვერსიაში ისეთი, რაც არ იცის ამ დრომდე საზოგადოებამ, რაზე საუბრობთ თქვენ, რაზე საუბრობს იქ ბადრი პატარკაციშვილი, რა სიურპრიზები ელოდება საზოგადოებას იმ შემთხვევაში თუ კი მოხდება ამ ჩანაწერის სრული ვერსიის გამოქვეყნება? ეს საუბარი სულად უნდა გამოაქვეყნოს აქ პროკურატურამ, რომ ყველა კითხვას მოიხსნას პასუხი. ამ საუბარში მე ისე კიდევ ვიმეორებ, ამ საუბარში არის ლაპარაკი რუსეთზე, ვლადიმერ პუტინზე. კარგად ჩანს, როგორ მე ბიულეტინები უნდა ამეღო და თქვა და უნდა ვითომ ვაყალბებდი ეს და ნუ აივანზე რაც გავედით და აივანზე რაც აქ ვილაპარაკეთ, ეს უკვე სპეციალურად ამაყენა, იქაც არის საუბარში რომ წამოდი აივანზე გავედით ვილაპარაკოთ და გავდივარ ჩვენ ნუ აივანზე. აივანზე სპეციალურად იმიტომ გამიყვანა, რომ რატომ? მე ხო გეუბნები, თვითონ წერდა და არ უნდა ისეთი რაღაცა ეთქვა, რომ დაჟე თავის ჩანაწერში ყოფილიყო. აივანზე გასვლის დროს ეს უკვე როცა დავამთავრეთ ჩვენ საუბარი, აივანზე გავდით ვილაპარაკოთ, რომ გავედით. მე ვიმეორებ ესეთ რაღაცას, რომ ჯერ მაგამდე მეუნება 3 მილიონის შემოტანაზე, ეს ფული მჭირდებაო 3 მილიონი როგორ შემოვიტანო. თუ მოусმენთ თქვენ, მე მგონი მოსმენელი გაქვთ. ამ 3 მილიონზე ნუ ველაპარაკე, რომ შესაძლებელია ამ 3 მილიონის შემოტანა. და აუხსენი რა როგორ შემოვიტანდი და ნუ ბოლოს უკვე რომ გავედით აივანზე აქ მეუნება ამას რომ ერთი რაღაცა გასაკეთებელიო რა რომ ეს ყველაფერიო ცოტა სერიოზულ ხასიათში გადავიტანო ცოტა იმაში გადავიტანო სერიოზულ და მეთქი რა მეთქი 4 ადამიანი არისო მოსაკლავიო ჩემი საზრითო რა ისეთებს ომი გეტყვიო შენო ამ ადამიანების თქვა სიკვდილის მერეო ხო აუცილებლად ბუნტი დაიწყებაო და ნუ ყველაფერს გავაკეთებდო 100%-იანი ჩვენ მოვალ ხელისუფლებაში და მეთქი ვის მოკლას მეთქი გეგმავთ მეთქი ვიზია ლაპარაკი მეთქი რა მე უცებ ვიფიქრო რომ ვიღაც კიდე ხელისუფლების სიმებს წარმომადგენლებზე და არა იმაძე არ მაქვს ჩემი გუნდის წევრებზე მაქვს ლაპარაკიო უშუალოდ რომ მე ვთქვაო რომ აი ნახეთ რას მიშვებიან აი ნახეთ რა ქნეს ესენი უკვე ხალხს ხოცავენ და როგორ ესო იქნება როგორც აი ჩოლობათო ვიღაცა მესოლოსო რა მეო ვიტყვი რომ ეს ამათმა გააკეთესო და ამა დავაბრალებო ამასო რა ყველაფერს და ამას მე იმე ბოლომდე გავიტანო და ხალხსო ამიტომ მე ვაბუნტებო და ვიზე მელაპარაკებ აი ვიზე ფიქრობთ მეთქი ერთი ადამიანის სახელი და გვარი და მის სახელა და სამი ადამიანზე იმითხარ რომ სამ ადამიანსო მე მოგაწვიო მე შენო ეს იმას სახელი და გვარებსო მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო ერთი ადამიანი მე კავშირი ვისგანაც მაგასთან მქონდა იმის უნდა გამოვიტანებინა თვითონ წერილი და ამ წერილში უნდა მესამე ასოები უნდა ამომეყო და სახელი და გვარი იქნებოდა იმ სამი ადამიანის და ეს სამი ადამიანი იყო მისი მომხრეები და მის გვერდზე ვინც იდგნენ რა უშუალოდ და აი ეს ბატონო ირაკლი ეს არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება რასაც თქვენ აკეთებთ ანუ ბადრი პატარკაციშვილმა თქვენ გითხრათ რომ უნდა მომკვდარიყო 4 ადამიანი მისივე გარემოცვიდან რაც დაბრალდებოდა ხელისუფლებას რაც დაბრალდებოდა ხელისუფლებას და ამის შემდეგ უკვე დაიწყებოდა მასობრივი მღელვარება რასაც მოყვებოდა სახელმწიფოებრივი გადატრიალება თქვენ ალბათ უნდა დაასახელოთ ის ადამიანი ვინ ის ერთი ადამიანი პირდაპირ მითხრა დაუფიქრებათ მითხრა გოგა ხანინდრავა და მე ძალიან გამიკვირდა კი გოგა ხანინდრავა მითხრა ერთი ეს ადამიანიო და დანარჩენ 3 ადამიანს უკვე მომაწოდებდა სიას და აი კაგრას აი მე ამაზე ვიზახი კიდევ აი ვანო მერაბეჭთან იმიტომ მქონდა უთანხმოება მე რო ჩამოვედი ლონდონიდან და ეს ჩანაწერი და ეს ინფორმაცია რო ჩამოვიტანებ მე უთხარი ვანო მერაბეჭს თვითონაც და იქ იყვნენ მისი მოადგილეების რომ მეთქი ესეთი სიტუაციაა მეთქი ეს ჩანაწერი მეთქი თუ ისმის ხო ეხა აივანზე გავიდით ვდგევარ ფეხი უკვე ქვევით ამაქსევით ნუ ჭოლობად ვდგევარ და ახლოს მელაპარაკებოდა ყურთან აი ეს ახლოს ვიდექით და მელაპარაკებოდა ამას აი ძალიან ახლოს ვიყავით და ვერ ჩაიწერა რომ შევამწოდ ვერ ჩაიწერა ფიქრი ჩავთი ეგრევე და მეთქი მოусმენთ ამას მეთქი თუ არის ჩანაწერი და ნუ იქ ქარის ხმარი და ფეხის შეშიშის ანუ ამის ჩანაწერი არსებობს ამ ჩანაწერი არ არსებობს იმიტომ რომ მე ხო ვიდექი ფეხზე უკვე აივანზე რომ გავიდი და ნუ ქარის ხმა იყო პატარა ქარი იყო და შიშინის ხმარი უკვე არ ისმის და მე აპირონებას ველაპარაკე ვიცი უკვე რა შესაძლებელია რომ რაიმე ფორმით მაგალითად მოხდეს გასუფთავება ამ ჩანაწერის ისე რომ გამოიკვეთოს ხმა ეს ჩანაწერი მანდ არის და მაგრამ ისეთი ანუ ეს ჩანაწერი არსებობს რეალურად ეს მთლიანობაში იგდევს ჩემი მისვლა ლაპარაკი და წამოსვლას იმიტომ მე რომ მივედი ჩავთეს გოგა ხაინდრავა მისი ერთ-ერთი უახლოესი კი აი მეც ეს გამიკვირდა და აი რატო აკეთებდა ამას მისი ისეთი გუნდის წევრებს ეტყობა იცილებდა არ ვიცი რატო მაგრამ ან შეულებოდა მე არ უნდა ურთიერთობა ან შეიძლებოდა ისეთ ხალხი ამოირჩია რომ 100% დარწმუნებულები ყოფილიყვნენ თქვა საზოგადოება რომ ეს ამათმა გააკეთეს და აი ნახე უკვე რას გვიშვებიან და ამით აპირებდა
კიდე უფრო მეტი იმის ამოწევ თქვა მღელვარების მომწევს კი და აი რო ჩამოვედი მე ხა ისე აი ბოლოს წავედი რა რო ვნახეთ რომ ეს არის მის აქა ეს ლაპარაკი მე ვთხოვე ანუ მე მეთქი არ გამოვაქვეყნოთ ეს ლაპარაკები მე მაცადეთ მეორე დღეს საღამოს უნდა ჩამოვიდეს ადამიანი ჩამომიტანოს წერილი უნდა გადავიდეთ ან აზერბაიჯანის იმაზე საზღვარზე ნუ სადაც უნდა მოეცათ ეს ფული 3 მილიონი და ამ 3 მილიონიდან 500,000 იყო აი ამ კლუბებისთვის თქვა გადადებული და 2 მილიონი ნახევარი ნუ თავის პარტიის უნდა მიმეცა რომ იქ ფული ვერ შემოქონდა და ნუ უჭირდათ და ნუ რაზეც დაიდეა 1-2 საათი ქონა გამართი და ნუ არ მიმაყვანა ეს ნუ საქმე ბოლომდე რომ ისო შეიძლება არ ჩამოვიდეს ანუ ის უკვე აღარ აინტერესებდათ აი მე უბრალოდ ვერ ხსნი ამას აი რატო გააკეთა ეს ანუ მე მიშმა და ნუ მეორე დღეს დილითვე მოხდა ამ საქმის უკვე ნუ საზოგადოებისთვის გახმაურება და მე ეს საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანი ხა აბა ხა როგორ დასრულდებოდა როცა მე უკვე ტელევიზორში აჩვენეს რომ მე ჩავედი სასახური ჩემთვის უცნობია აი ძალიან მაინტერესებდა ფურცელზე რვინები ეწერებოდნენ ეხლა მე ამას ვამბობ მე ვარ ერთ-ერთი მოწმე მე ვიც პირადად მელაპარაკა ბადი პარაზაშვილი ამ თემაზე უბრალოდ აი ამის მიყვანა მინდოდა ბოლომდე ის გავსი რაღაცების გამო იყო ეს კამათები რაც მე მოვიტანე უთანხმოებად ჩემ და ვანოს შორის რა და ამაზე დიდი უთანხმოება მქონდა მე კიდე პოსტო უბრალოდ ისეთი ის იყო მაშინ თქვა ტალღარო ვეღარ აი ეს ყოველდღიურად ესე ვეღარ ვესაუბრებოდი თან ამან ყველაფერი გადაფარა მაშინ და ნუ მეც უკვე ნუ ერთი თვე ორი თვე და ნუ და როგორ გაგრძელდა ამის შემდეგ თქვენი და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობა 2008 წელს მაგვისოს ნომის დაემთხვა და მე მაშინ არ წავიდოდი პოლიციიდან იმიტომ რომ ეს იქნებოდა ნუ ღალატი საქართველოსი და დავრჩი მე ამბოხის თემა დაემთხვა და ესე ნელ-ნელა ესე ნუ შემორჩი ნუ ესე ვთქვათ რა და ბოლო პერიოდში უკვე ომის მერე აქვია ომის მერე უკვე ვანო მერაბიშვილთან აღარ მქონია ესეთი ნუ კავშირი რომ აი რაღაც თემებზე მისულიყავი აღარც ის აღარ მირეკავდა და ნუ კავშირი აღარ მქონდა ესე ვთქვათ რა ისეთი ხშირი შეიძლება ნუ გასულიყო 3 თვე 5 თვე და ნუ ერთხელ მენახა თათბირზე რა უკვე აღარ მქონდა უკვე ამდენი იმის მერე კამათის მერე უკვე ნუ ერთმანეთთან ურთიერთობა რა ბატონირეკლი ანუ თქვენ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტო არსებობს საუბრის ჩანაწერი სადაც თქვენ ბადრი პატრკაციშვილი გიკვეთავთ გოგა ხაინდრავას მკვლელობას და კიდევ საუბარია 3 ადამიანზე უბრალოდ იქ ხმა კარგად არის მის და შესაძლებელია მე ჩემი ყურით მოусმინე იმ ბოლო მონაკოს ძალიან მაინტერესებდა და მე შემიძლია ეხაც აი თქვა და ვინც ვანახო აი ჩოლებათ ეხლაც მე თქვენ ყურში რო რაღაცა რო გითხრათ და ქარის ხმა იყო და იქ კიდე არის აი ნუ აი მას რო დაგი აი ნუ აი მას რო გავიდით დიდი ხეები იდგა ხეების შრიალის ხმა იყო და ეს ძალიან ახლოს აი ყურთან აი ესე ერთმანეთს ველაპარაკებოდით რომ აი ეს წერილი როგორ უნდა ამეღო იქ მე რამდენი ასო იქნებოდა და იმ 3 ადამიანის გვარს მე გავიგებდი რა აი მანდაც დავწუნდი რომ სახში ეყენა ჩამწერი აპარატი შეიძლება გარეთაც რაღაცა ან უკვე ჩემზეც მეპარებოდა ნუ ეჭვი მე კი შემამოწმა მაგრამ ეჭვი ეპარებოდა აბა ყურში რატომ ელაპარაკებოდა ხო თქვა და იმიტომ რომ არავის არ გაეგო და რომ არ მომხდარიყო და ეს ისეთი ის იყო რომ ნუ ეჭვი ეპარებოდა ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო როგორც ნუ პრეტულ თანამშრომლისთვის ეს ადამიანები ვინები იქნებოდნენ გოგა ხაინდრავასთვის ალბათ ეს იქნება ძალიან დიდი მომავალობა გოგა ხაინდრავა დღეს გაიგებს მე ეს აი ეს ნიშნავდა მატოვანა მებეშობა მე და რამოდენიმე იქ კიდე თქვა თანამშრომელმა და ვინც ამას შეესწრო რომ იქ ჩვენ რაზე ვსაუბრობდით და რა მაინტერესებდა და აი ამ ჩანაწერში რას ვეძებდით და აი რატო არის მის და ალბათ მნიშვნელოვანი იქნებოდა ბოლომდე დასრულება ამ ოპერაციის და იმ 3 ადამიანის გვარის გარკვევა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იქნებოდა და მოდი ხა ნუ ესე ავიღოთ ეს იქნებოდა თუ არა ნუ სახელმწიფო გადატრიალება. მე რომ MVD-ს დავიპყრობდი და მინის მოდი ესე ვთქვათ გავანეიტრალებდი ან თქვა და მოუკლავდი და ნუ ყველა რანჩი ხა მან დატყდებოდა სროლა იქ მინიმუმ 10 კაცი მოკვდებოდა მინიმუმ ნუ ეხლა ესე არ ხდება შეხვიდე MVD-ში და იქ 25 კაცი დაცვა ნახევარი MVD იქ არის და ნემსი გავუკეთო აქ ვარომერაბეშვილს და ბალეში გამოიყვანო აქ დაძინებული ეს ზღაპარია ეს მარტო ხდება ზღაპარში რა უნდა მომეკლა და ნუ ესეც იყო რა მაგასაც კიდე მეუნებოდა მეორე რომ ეს კიდე 4 კაცი უნდა მომეკლა ხო თქვა და რა შედეგს მივიღებდით ეხლა ჩვენ საქართველოში გამოსული არის ამდენი ხალხი ამ ხელა ის არის მღრევალება აი რა შედეგს მივიღებდით მე გისმენთ თქვენ კითხვას ამას რომ ჩვენ გავაკეთებდით რა ესე ჯარი თავისთვის ნუ იждებოდა იქ კიდე ვიღაცა კიდე გაბრაზებული ხალხი თავისი ყველა იარაღს აიღებდა ნუ რა თქმა უნდა მოხდებოდა იქ შიგნით უკვე
სროლა და დაპირისპირება. ჯერ მარტო რაც და იყო სადამდე მივიდოდა ეს ყველა? ეს მივიდოდა სამოქალაქომამდე რა. ეს იქნებოდა დაღუპვა საქართველოს. სამუდამოდ დაიღუპებოდით. აი როგორც ადრე მოხდა ჯაბა იოსელიანი და კიტოვანის დრო როცა იყო, აი ბრუნდებოდით დაჟე იმის უკან ბრუნდებოდით. ჩვენკენ აღარ გამოიხედავდა არავინ. საერთოდ. დაღუპული იყო საქართველო. მე ესე ვთვლი. მაშინ ამ ოპერაციით გადარჩა საქართველო. მე ვფიქრობ ამას. რომ ეს ესე იყო. და დღესდღეობით ხო მე არ ვიცი ეს აქ რას ფიქრობს ეს პროკურატურა, მოდი ესე ვიტყვი რა. ოიძახიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ის იმდა რატო აყალბებენ ამ ისტორიას და რატო უნდა თუ ამის გაკეთება, მე ამას ვერ ხვდები რა. მე ფიზიკურად ამას ვერ ხვდები. ან შეიძლება თუ ეხა ამას როცა ადამიანი იძახის, მაშინ თვითონ ესენი უკვე ვინმეს დავალებას მოასრულებენ. რაღაცა მიზანი აქვს ამას, რომ აი ეს არ იყო მსგავსი რამე, თქვა და ესეთი რაღაცა ნუ არ უნდა მომხდარიყო, იქ არ იყო ეს ლაპარაკი რომ ფალსიფიცირებული ეს ყველაფერი. თუ კი სრული ვერსია გამოქვეყნდება, ბატონო ირაკლი, ანუ ფიქრობ თქვენ რომ უნდა გამოაქვეყნოს პროკურატურამ სრული ვერსია, რომ აღარ იყოს კითხვის საუბარში, 3 საათიან, 4 საათიან საუბარში, მოდი ესე ვიყო 3 საათიან საუბარში. იქ ეხა კიდეს მისვლა და წამოსვლა, ეხა ეს ფეხის კაკუნი ნუ არ არის საინტერესო. ამ 3 საათიანზე აქვს საუბარში. 3-ვე საათივე ნუ ხო არ იქნება რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი, ხო ლაპარაკი. აქ ჯერ საუბრობთ, ეხა დავიწყებთ ლაპარაკს. და კონკრეტულ თემებს ვეხებით, ხო? ეს 3 საათიანი საუბარი რომ გამოიქვეყნებინათ, თქვა და ეხლა ეს ხალხისთვის ნუ იქნებოდა ნუ ინტერესო, ხო? იმ კონკრეტულად რაც საინტერესო იყო. არა მოგლეჯილი, წინადადება იწყება, მთავრდება, ხო? ანუ კონტექსტი არის ის. აქ მოგლეჯილს მე ამას ეხლა ვერ ვგებულობ, ეს კონკრეტულად მოგლეჯილი. 3 საათიან საუბარს ეხლა როგორ მივედი იქ, როგორ გამარჯობა. ამან თლიანად პროკურატურას ეს მასალები აქვს. თუ თვითონ ვერ მან რამე არ გააფუჭდა, თუ თვითონ მე ეხლა მან რამე არ გააყალბეს, მან დევს და მოусმინო და ჩვეულებრივ ნორმალური ადამიანი რომ მოусმის, მიხვდება რა ხდება. და ეს უკვე მე აივანზე გასვლა რაც მოხდა, აი ეს მან არ არის, იმიტომ რომ არ ჩაიწერა ამან. კითხვა დარჩა, ვინ არის ეს ადამიანი, ჩემთვის დარჩა კითხვა. ეს შეიძლება ვიღაც აინტერესებს, ვისაც აინტერესებს, ნუ მე მაინტერესებდა ძალიან მაშინ, ესე ვთქვათ რა. ძალიან მაინტერესებდა და მთელი გზა რომ წამოვედი ინგლისიდან, მთელი გზა მას ვფიქრობდი დაჟე აი ამ ჩანაწერზე ნუ არ ფიქრობდი არაფერს, აი იმას ვფიქრობდი ეს 3 ადამიანი ვინ არის. აი ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ეხლა მე დაუშიხანახეთ რა, მოდი ეხლა ავიღოთ რომ ესე ბადრი თქვა და მე თქვა და მოველაპარაკე, ავიღოთ მოძვი ესე, წავედი ამაზე და ნუ მაგას მე გორჩი დაუდექი. ნუ ვარ თქვა და ესეთი ადამიანი, როგორც ეხლა მე მაგას მიმიღო. ის თავის გოგო ხაინდოვა, მაგასთან ძალიან ახლოს იყო და ერთ-ერთი ძლიერი იყო ფიგურა. მაგას იცილებდა და კიდე ვიღას თავის მეგობრებს მე რას მიზამდა რომ მაგასაც მოლაპარაკებული მოდი მე ამას ხო გზაში ფიქრობდი ყველაფერს რა ნუ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო იყო ეს ჩემთვის უბაუთ აი თვითონ პიროვნება როგორი იყო ეს 25 წლის განმავლობაში პოლიციაში მუშაობდი და ეხლა ამის მეტი რა პლანი მიკეთებია ხო და ეხლა სად მოსული ვიღაც პოლიტიკოსი და იმის თავის აზრი მეუბნებოდი მეთქი ამას მივიღებ ამ წელს ჩამოვა ნახოთ და მეთქი მივიყვანოთ ეს აქ ბოლომდე. ეხლა თქვენთვისაც ეხლა ხო საინტერესოა. ეს წერილი ყოფილიყო, იქიდან რომ ამოგვიღო ასოები. ის პიროვნება ვინც მე ამ წერილს, ის პიროვნება მე ვინც ამ წერილს თქვა გადმომცემდა, ის იქ დაფიქსირებული იქნება კამერაზე კითხვა არ ყოფილიყო, ვინ მაგებს ამ წერილს ეს წერილი თქვენ ხო არ მოიტანეთ. ამ ფულს ავიღებდი მე, ამ პიროვნებას კიდე შეხვდებოდი, ამას კიდე კარგად ავაზუსტებდი. და ბოლომდე გაიშიფრებოდა. ბოლომდე გაიშიფრებოდა სქემა რა ხდება. როგორც თქვენ ამბობთ, ბატონო ირაკლი, ბადრი პატარკაციშვილს რაღაც ეჭვები გაუჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა იწერებოდა თქვენი საუბარი და სწორედ ამიტომ იყო, რომ გარეთ ყურში გეჩურჩულებოდათ აი ამ ამბავს და როგორ შეძელით უკვე ამ მასალის წამოღება თბილისში, როგორ შეძელით იქიდან გამოსვლა? უკვე მე დობით ასული პირი ვიყავი, უკვე ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით მისთვის, ესე გამოვედი ჩოლებოთ მაგან ჩავსვი ჩოლებოთ მიმიყვანეს სასტუმროში მაგრამ მეორე უკვე აქ უკვე სხვა პრობლემა იყო რა ხა მე რომ მან ჩავედი ინგლისში ეს ინგლისში ავდექი ჩავედი და იქ ვიღაცამ ჩავწერე ესე ახდება იქ ჩვენ სპეცსამსახურებს შევატყობინეთ და ნუ თან როგორ იყო იცით რომ მაინც იყო საეჭერო ვითომ ხომარ რამეში ხო არის ეჭვებს ნუ ხა ამხელა ესე ჩანაწერი მომაქვს ხო ძალიან სახიფათოა გზაში ვიღაცამ რაღაცა რო არში გამოწმოს შემთხვევით ვითომ სრულიად ვითომ არ არის ამათი ხალხი და რაღაც გიპოვონ და გაგშიფრონ რა ამდენიდან ნუ ეს ჩანაწერი ნუ ისე მოხდა რომ იქნებ წამოვედით სალცში შევიარეთ მაშინდელ ჩვენ elch მას ნუ არ იცოდე ხა რა ხდებოდა მაგრამ თვლიდან იყო დარეკილი რომ მე შეხვდებოდი შევედი მივეცი რაღაცა ტელეფონის ყუთი
დაიბნა ძალიან, რომ მიხა შენ და მოვა ერთი ადამიანი, მოგცემსო ტელეფონის ყუთსო, შიგინთო აქია ნუ იდება სატენი და ეს სატენი უნდა ჩამოიტანო შენო ეუნებიან. ეხლა ელჩთა მივიტან ტელეფონის ყუთი და ნუ აძლევ ტელეფონის სატენს და ნუ ამის გამო თბილისში უნდა წავიდეო, მეთი ხო მეთი ეს სატენი, მეთი ძალიან ისეთ სატენია, მეთი აუცილებლად ჩაიტანო. ნუ ეხლა როგორც თქვა დიპლომატი ხა მას ხო იქ ან საზღვარზე ან ვიღაცა ნუ ხო ვერ გაჩხიკავდა ვიღაცა თქვა და და ნუ თვითონ შეიტანა, შემოიტანა თვით ფრინავში რომ შევედით ერთად, მან გამოვართვი ეს სატენი. ამოიღეს თვითონ ისე თქვა რაღაცა ამ ხელა სიგარეტის პატარა სიგარეტის კოლოფის ხელა, სპეჭკის კოლოფის ხელა იყო რა უფრო სწორედ, დაჯე უფრო ცოტა პატარა შავი ყუთი და უკვე მე ჩამოვიტანე თბილისში ნუ ჩანაწერი მე და ჟვანია. და საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ბრალდებებზე, რომელიც თქვენ გაქვთ წაყენებული საქართველოს პროკურატურიდან, ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, თაღლითობა. თქვენ არ გაგიკეთებიათ კომენტარი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, რას უპასუხებდით პროკურატურის ამ ბრალდებებს? მე კომენტარი არ გამიკეთებია, მე ეხლა გავაკეთებ მოკლე კომენტარს. ეს რაღაც არის სისულელე, არც ერთი პიროვნება არ არის, მე ვინცხეს მათ ჯერ ესეთი რაღაც მე არ ჩამიდენია. პირდაპირ ვიძახი ამას სრული პასუხისმგებლობით. მსგავსი დანაშაული მე არ ჩამიდენია. ამათმა მოძებნეს ვიღაცები, ვინც ვიღაცა ამბობს რაღაცას და იმან იცის რომ ვითომ ეს მე გავაკეთე. აი მსგავსი ბრალდება მაქვს წაყენებული რა. მე შეიძლება იქ ყოფილიყავი. ნუ არ ვიცი რა, ეხლა მე შეიძლება ვთქვა რომ თქვენზე რაღაცა ვიცი იმან და ნუ შეიძლება ბალი წაგიყენოთ. არავინ არაფერი მტკიცებულება არ აქვს. ეს არის სუფთა რა ვიცი, ნუ პოლიტიკური დევნა, მე ეს ყველა ცნობილია ეს ორჯერ 4-4-ია. არ არის სიმართლე, ეს არის მსგავსი რამე არ ჩამიდენია და ეხლა როგორ უნდა ვაღიარო. მსგავსი რამე არ მომხდარა და არც არის არც ერთი მოწმე ვიღაცამ თქვას რომ მე ეს ამას უთხარი ან ამან მითხრა. გელაშვილის თემაზეც მივიტყვი რა, ვიღაცა 4 სპეციალისტი მოიყვანეს, ისინი იძახიან რომ ჩვენ ესო გავაკეთეთ, კოდუა მადლობა გვითხრა და დაგვაჯილდოვა. ვინ დავაჯილდოვე, რა მადლობა უთხარი, მე შეიძლება გელაშვილის საქმესთან პარტნიორები რა კავშირი გქონდათ თქვენ არავითარი კავშირი არ მქონია მე მაგას, აი არავითარი კავშირი არ მქონია. და ვიღაცა 4 სპეციალისტი არის ნუ გამოყვანილი რომ ვითომ ერთად მივიდნენ, უცებ დღეს გაიღვიძეს, ერთად მივიდნენ რა პროკურატურაში. და ნუ შეიტანეს განცხადება რომ ეს გელაშვილის არის რომ ჩვენ ვცემეთ მაშინო ჯერ ისინი რატო იღებენ ამას თავის თავზე არ ვიცი. ბატონო, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან საკმაოდ დიდი ხანი თქვენს მიმართ არ იყო ბრალდება წაყენებული. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ბრალდება? თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკური დევნაა, რატომ დაიწყო? ნუ ეხლა ამას მე ცოტა ისე გეტყვით იყო შემოთვლები, მოდი ესე ვიტყვი, რომ ვითომ მე უნდა მეთანამშრომლობ. ამათ ეხლა როგორც მე ხვდები, უნდა თქვა ჩემნაირი ადამიანთან თქვა და მოლაპარაკებდი და ვინც უშუალოდ კავშირში ვიყავი და თქვა ეს თქვა მეგობრობები ვიცნობდი და მე რაღაცას მეტყოდნენ, რაღაც ტყვილი მეთქვა და ამაზე დამებრალებინა. ჯერ ეს როგორ დაუშვეს, არ ვიცი. ჯერ ვაჭ პიროვნება უნდა შეისწავლო, მსგავს ამას თქვა და თავაზობ ეს ამაზე წამოსვლილია თუ არა და ნუ იყო ესეთი შემოთვლები, იყო რაღაცა. მოდი ახლა მე ამას ვარ ჩავეძიები, ეს ამას თუ ის ადამიანი უყურებს მიხვდება, რომ თვითონ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ნუ იყო შემოთვლების და იყო შეხვედრას უშუალოდ შეხვედრად შედგა. და თქვენ უარი უთხარით ამ თანამშრომლობაზე და ამის შემდეგ მოხდა ბრალის წარდგენა. მანდ არ იყო აი თქვა პირდაპირ თანამშრომლები, მანდ იყო ეხლა ეს ეხლა ადამიანს ეხლა ვერ ეტყვი და ნუ ვერც ასე მოდი თანამშრომლე რომ აინტერესებდა ვითომ აი საუბარი და მოდი ვითომ თქვა და ვიმეგობროთ და ნუ აბა რა ხდებოდა და რა იყო და აბა რა შეიძლება იყოს და აბა რა შეიძლება ნუ აცი სულელე რა და უთხარი მე გავზანდებოდით ნახონის და იმის მერე მოხდა ჩემზე ბრალის აყენება რაღაცა 1 თვეში თუ 2 თვეში ესე უცებ მოხდა რა და წელიწადი და რამოდენიმე ხანი ნუ არ ვახსოვდით რა და ეხლა მე უცებ გავახსენით ხო ბრალის წარდგენის შემდეგ თქვათ რას აპირებთ თქვენ აპირებთ რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ მე სასამართლოზე ვაპირებ ნუ ჩემი სიმართლე დავამტკიცო და იმედია დავამტკიცებ რა იმედია მოსამართლე მიიღებს მოსამართლეს ნუ ექნება ბევრი არგუმენტი და არ ექნება არანაირი კიცებულება რომ ეს დანაშაული მე ჩავიდინდა ეს უკვე მოსამართლეზეა დამოკიდებული და სასამართლოზე და მე იმედი მაქვს რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს არგუმენტების მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მადლობთ. მადლობა.